ვფიქრობ, რომ ჩვენ რომ იმის ფუფუნება გქონდეს, ვიყოთ მშვიდობიან პირობებში და ბოლო რამდენიმე კვირა არ იყოს არა მხოლოდ დიპლომატიურად, არამედ შინაარსობრივადაც ძალიან დატვირთული და შემაშფოთებელი, ვისაუბრებდით დიპლომატიურ ეტიკეტზე, რამდენად შეესაბამებოდა ეს შეხვედრა იმ დამკვიდრებულ წესებს, რომელიც თან ახლავს 10 წლეულების მანძილზე რაღაც ფორმალურ შეხვედრებს, პრეზიდენტებს შორის საუბრებს და ასე შემდეგ, მათ შორის რაღაც ჩაცმულობაზე საუბარს, უნდა თუ არა ზელენსკის ბიჯაგი, მაგრამ ამის ფუფუნება ჩვენ ახლა არ გვაქვს, იმიტომ რომ ბოლო კვირებმა აჩვენა გამოკვეთა რამდენიმე ფუნდამენტური საკითხი და მათ შორის ნიშანდობლივი არის ორი. პირველი ის, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალმა ადმინისტრაციამ თქვა, რომ ევროპის კონტინენტზე, ევროპის უსაფრთხოება სავალდებულო გზით აღარ არის ამერიკის შეერთებული შტატების პრიორიტეტებში. და რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომისა თუ ვთქვათ ევროპის კონტინენტზე მშვიდობის უზრუნველ საყოფად ის თავის სტრატეგიულ მონაწილეობას ამ ფორმით წყვეტს. ანუ პრაქტიკულად ახალი ადმინისტრაციის ხედვით ამერიკის შეერთებული შტატები პრაქტიკულად გადის ამ თამაშიდან დღეის მდგომარეობით და როგორც ჩანს ეს უახლოეს 4 წელი მინიმუმ ეს მოცემულობა იქნება. რამაც ფუნდამენტურად შეცვალა დღეს არსებული გეოპოლიტიკური მოცემულობა, რომელიც იმ გამოწვევების წინაშე იმყოფება, რომ უკრაინაში რუსეთ-უკრაინის ომი უნდა დასრულდეს, იმისთვის, რომ ევროპული უსაფრთხოება იყოს უზრუნველყოფილი და შესაბამისად გადანაწილდა წარმოდგენები, რა ტიპის ძალთა ბალანსი შეიძლება არსებობდეს და გამოიკვეთა ცალსახა საჭიროება იმისა, რომ ევროპელი მოთამაშეები, ევროპამ უნდა მეტი ლიდერშიპი გამოიჩინოს და ევროპამ უნდა თავისი პოტენციალი გაზარდოს იმისთვის, რომ საკუთარი უსაფრთხოება დაიცვას, პირველ რიგში შეაჩეროს ომი უკრაინაში და შემდგომ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეძლოს სამომავლოდ, ვინაიდან ყველა თანხმდება იმაზე, რომ პუტინი არ აპირებს უკრაინაში შეჩერებას, თუ ამის შესაძლებლობა მას მიეცემა და მას ამის შესაძლებლობა მიეცემა, თუ ახლა ევროპა გაჩერდება და ამერიკის შეერთებული შტატების ეს ხედვები შენარჩუნდება მინიმუმ მომდევნო 4 წელი. ამიტომ ეს არის ამოსავალი წერტილი. ნიშანდობლივია და მნიშვნელოვანი ის, რომ მას შემდეგ, რაც ამერიკის ახალმა პრეზიდენტმა თავისი ეს პოზიცია მკვეთრად გამოხატა, მყისიერია რეაგირება ევროპის მხარეს და აქაც ორ საკითხს გამოვყოფდი. პირველი ის, რომ მათი პოზიციები ამის გამო არ შეცვლილა, მათ თქვეს, რომ ისინი პრაქტიკულად გაემიჯნენ ამ პოზიციას, მათ თქვეს, რომ ცალსახად დააფიქსირეს მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, ზელენსკის მიმართ, თქვეს, რომ დიქტატორი არის არა ზელენსკი, არამედ ვლადიმერ პუტინი, აგრესორი არის არა უკრაინა, არამედ რუსეთი და რომ საჭიროება არსებობს რუსეთის ამ ფორმით შეჩერების და მასზე ზეწოლის განხორციელების, შენარჩუნების და გაძლიერების. ევროპული პოზიციები ამ საკითხში არამხოლოდ არ გადახედილა, არამედ გაძლიერდა. ამავდროულად დაფიქსირდა ძალიან მკვეთრი პოლიტიკური ნება რიგი პოლიტიკური მოთამაშეების მხრიდან, რომ ევროპის პოზიციები გამოიკვეთოს, ევროპის ლიდერშიპი დაფიქსირდეს. მათ შორის დღევანდელი შეხვედრა მოწმობს იმას, აი სასწრაფო შეხვედრა იმ მართლაც საშინელი და არნახული შეხვედრის შემდეგ, რომელიც ჩვენ თეთრსახში ვიხილეთ, მათი მყისიერი რეაგირება, აუცილებლობა შეკრებისა და მსჯელობა იმის საკითხებზე, რა შეიძლება მათ ამერიკის შეერთებულ შტატებს უახლოეს დღეებში შესთავაზონ იმისთვის, რომ ამერიკამ პოზიცია შეიცვალოს, ან გადახედოს თავის ეხლანდელ პოზიციას და ამავდროულად იმსჯელონ იმ ალტერნატივაზეც, რა ხდება თუ ისინი ვაშინგტონს ვერ იყოლიებენ ამ ეგრეთ წოდებულ სამშვიდობო გეგმაში, რომელიც შეიძლება ამ ეტაპზე საუბარია იმაზე, რომ ამ ეტაპზე ევროპელი ლიდერები აცნობიერებენ მოცემულობას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების აქტიური მონაწილეობა შემცირდება როგორც სამხედრო თვალსაზრისით, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით. ამიტომ ისინი იმსჯელებენ ისეთ გეგმაზე, რომ შეიქმნას ახლა ამ ომის შეჩერების რაღაც სამშვიდობო კოალიცია, რომელშიც მოწინავე როლი აღარ ექნება ამერიკის შეერთებულ შტატებს, არამედ სწორედ ევროპის წამყვან სახელმწიფოებს და აქ მნიშვნელოვანი კოალიცია იქნება, ხო? დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიას არ ახსენებენ მხოლოდ იმიტომ, რომ უბრალოდ მერცი ჯერ არ არის კაბინეტის ფორმალური ხელმძღვანელი, მაგრამ მისი პოზიცია ცალსახაა და რომ ის ამ კოალიციის ნაწილი იქნება. ამაში ორი აზრი არ არის. აქ არის საუბარი იმაზე, რა დოზით გაზრდის თავის მონაწილეობას ევროპა, რამდენად აიღებს ის პასუხისმგებლობას და რამდენად ის ამერიკის შეერთებული შტატებიდან რეალურად
ფაქტიურად ეს არისაც ისმის ამერიკის შეერთებული შტატებიდან ისინი არა აქტიურ მონაწილეობას, არამედ უბრალოდ გარანტიებს მოითხოვენ, ანუ ზურგს რომ უმაგრებდეს ამერიკის შეერთებული შტატები მანამდე, ვიდრე ევროპა შეძლებს თავისი რესურსების იმ დონეზე აყვანას, რომ მან შეძლოს თქვათ ამერიკის დიდწილად ჩანაცვლება, რაც ამ ეტაპისთვის შეუძლებელია და ამ ეტაპისთვის ამერიკის მონაწილეობის გარეშე პრაქტიკულად ვერ მოხდება ვერც უკრაინის გადარჩენა და ვერც ევროპის უსაფრთხოების გადარჩენა. ეს არის გეგმა, რომელზეც ევროპელი ლიდერები მსჯელობენ, რომ შეიმუშაონ და შესთავაზონ ვაშინგტონს, მაგრამ ასევე სავსებით ლოგიკურია, რომ განიხილება ალტერნატივებიც, რას აკეთებს ევროპა იმ შემთხვევაში, თუ ტრამპი მიუხედავად ყველაფრისა თავის პოზიციებს არ იცვლის და მაინც სრულად გადის ამ თამაშიდან და არ აპირებს მონაწილეობის მიღებას. კი ბატონო.